თელავის ხევზე სტიქიური უბედურების თავიდან აცილების მიზნით აგებულ დამბებს გეოლოგები შეისწავლიან. 12 ივლისის სტიქიის შედეგად დამბებთან მისასვლელი გზა და მიმდებარე ტერიტორია ნატანი მასალისგან ჩაიხერგა. მძიმე ტექნიკის მობილიზებისა და ინტენსიური მუშაობის შედეგად ერთ დამბასთან მისასვლელი გზა უკვე გაწმენდილია. ამ დროისთვის დარჩენილ ორ დამბასთან მუშაობა გრძელდება. მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ და თელავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა. ჩვენ ვიმყოფებით თელავის ხევის დამცავ დამბებთან. სამი დამბა, როგორც მოგეხსენებათ, მოწყობილი 1977 წლის სტიქიის შემდგომ მოეწყო ქალაქ თელავის დასაცავად აღნიშნული დამბები. ამჟამად მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები იმისათვის, რომ მივუდგეთ ყველა დამბას, რათა ჩავატაროთ გეოლოგია, ყველა შესაბამისი საინჟინრო კვლევა, დავიგეგმოთ შემდგომი სამუშაოების. აღნიშნული დამბები 2022 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ იქნა გაწმენდილი, რამაც მოგვცა საშუალება, რომ უფრო ცუდი შედეგი არ მიგვეღო 12 ივლისს მომხდარი სტიქიის დროს ქალაქ